დარეკვაზე ექს ვინც მეკითხება ყველას ამას ვეუბნები, რომ დარეკვაზე ყველა სასაცილო მიზეზი ამასაც რა არ იქნება არასოდეს, როდესაც ღამის 5 საათზე მითხრეს, რომ ენაზე ვიტვინე და რა ვქნაო, მიშველეო ფეხბურთელმა, როდესაც დამირეკ. ამას სასაცილო მიზეზი არ იქნება. თავიდან ვერც კი წარმოვიდგენდი საერთოდ სპორტულ მედიცინაში თუ ვიქნებოდი, მაგრამ მე უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გარკვეული გარემოებების გამო რადგან იმ პროფესიას, იმ დარგს ვერ გავუყევი, რაც მინდა და მედიცინის თვალსაზრისით, ამიტომ ჩემმა ერთმა ძალიან ახლობელმა ადამიანმა მიირჩია, რომელიც ასევე სპორტულ მედიცინაში მოღვაწეობდა და დღესაც მოღვაწეობს, მიირჩია, რომ ხო არ ვქს დიდი ბედს სპორტულ მედიცინაში, ვცადე და კარგად ვცადე, ასე ვთქვათ. პირველი ჩემი კლუბი იყო ესეთი თბილისის სპარტაკი, რომელიც მაშინ უმაღლეს ლიგაში იყო ამოსული და ერთი სეზონი იმ კლუბში გავატარე, რომელიც სამწუხაროდ მერე დაიშალა. ამის შემდეგ იყო თბილისის ლოკომოტივი საკმაოდ დიდი ხანი და მერე იყო 2011 წლიდან დინამო თბილისი. ერთი ჩვეულებრივი დღე იწყება ესე, დილით აუცილებლად მოვდივარ ბაზაზე, გაცილებით ადრე ვიდრე სავარჯიშო პროცესი დაიწყება, იმიტომ რომ უნდა შევაგროვო ინფორმაცია დღეისათვის ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ანუ დილით უნდა არის სპეციალური პროგრამა, სადაც იწერებიან ფეხბურთელები, ვინ როგორ გზნობს თავს. ამის შემდეგ ხდება მის ანალიზი და ამის შემდეგ თუ საჭიროა ეს ფეხბურთელი ცოტა ადრე მოდის, ხდება გასინჯვა, ამის შემდეგ სამწვრთნელო შტაბს მიეწოდება ინფორმაცია, ვინ შეძლებს დღევანდელ ვარჯიშს, ვინ არის მზად და ვინ შეიძლება სრული დატვირთვის ვერ ივარჯიშოს ან საერთოდ ვერ ივარჯიშოს. ამის შემდეგ არის ვარჯიში, ვარჯიშის მერე არის აღდგენითი პროცედურები. აღდგენითი პროცედურების მერე უკვე რჩებიან ის ფეხბურთელები, ვინც ტრავმირებულია და მასთან მიდის მუშაობა უკვე, ეს იქნება ფიზიო პროცედურები თუ ეს იქნება სპეციალური სამკურნალო ვარჯიშები და ამის შემდეგ მოკლედ თუ მეორე ვარჯიში არ არის და მეორე ვარჯიშისთვის არ იმიტომ რომ არის ხშირად რომ ორი ვარჯიში გვაქვს, თუ მეორე ვარჯიში არ არის, მერე უკვე გადავერთვები დაუშვათ თუ ისე დღეებია მოახლოებული დღეებია სანაკრებო დღეები, მაშინ უკვე სანაკრებო ამბებში ვარ ჩართული. თუ არ არის და შეიძლება ერთი დღე მარტო დავუშვათ დინამოთი შემოიფარგლოს. ყველაზე წუწუნა ჭალებში რო ვთქვათ, ოღონ კარგი გაგებით არის რა თქმა უნდა ჩემი უახლოესი მეგობარი გიორგი ლორია, რომელმაც დაამთავრა სანაკრებო კარიერა და თავისი ძალიან მაგარი სანაკრებო კარიერა დაამთავრა წარმატებით და მინდა მას უსურვო ყველა წარმატებები თავის სფეროში და ყველა დარგში საერთოდ. დამჯერი ყველა. ეგრე ვერ გამოყოფ ვინმეს, რომ დამჯერი არ არის, ანუ ჯერ არ მქონია მე შემთხვევა, რომ დავუშვათ რაიმე მეთქვას და არ გაითვალისწინებიოს, ან რაღაცა სხვანაირად გაეკეთებიოს. ჯიუტი გააჩნია რა კუთხით. უფრო აი სიჯიუტე, აი სპორტული თვალსაზრისით ჯიუტი შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი რომ აი ჟინი ვისაც აქვს და აი გამოდის თუ არ გამოსდის, აი ბოლომდე რომ აი ყველაფერს ჩადებს და 100 ჯერ ეცდება და საბოლოოდ მაინც იქამდე მიიყვანს, რომ აუცილებლად გამოუვარა. აი ქოჩორაშვილი არის ეგეთი მაგალითად. ლორია რა თქმა უნდა. ეგ დამოკიდებული არის ზოგადად პროფესიონალიზმზე. თუ სპორტსმენი არ ფეხბურთელს არ აქვს მნიშვნელობა. თუ სპორტსმენი არის პროფესიონალი, ყველა სპორტსმენი უფრთხილდება თავის ჯანმრთელობას და ყველა სპორტსმენი თავის გარკვეულ რესურსს დებს თავის ჯანმრთელობაში. და ესეთი არის, ვინც პროფესიონალია, ყველა ეგეთია და საქართველოს ნაკრებში დღეს პროფესიონალები არ გვაკლია. ქოჩორაშვილი ვახსენე, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა ეგეთი ფეხბურთელია, ხან ნაკრებში აღარ არის, მაგრამ დინამო თბილისშია ჩვენთან ახლა. ჯაბა კანკავა, რომელი ოცარი კიტეიშვილი და ყველა შეუპოვარი ხასიათი, ყველა აქ უბრალოდ არ მინდა ხა ვინმე გამომჩეს. ყველაზე უცნაური ტრავმა სხვათა შორის ამ ბოლო დროს მოხდა. ოღონდ დინამო თბილისის შემადგენლობაში ცოტა კურიოზული ტრავმა, მოკლედ როგორც მოგიხსენებათ, თამაშზე არის ორი მეკარე, ერთი ძირითადი მეკარე და მეორე სათარიღო მეკარე, რომ ძირითად მეკარეს რომ რამე მოვიდეს, რომ შემცვლელი ყავდეს. მოკლედ ორი მეკარით წავედით,
აი ხა ამ ბოლო დროს სულა ხა ბოლოს თამაშზე და მეკარეების გახურების დროს სანამ თამაში მოთელვა დაიწყება, ესეთი მომენტია, რომ ერთი მეკარე ურტყამს ცენტრში და მეორე მეკარე იჭერს, უბრუნებს, ის კიდე ურტყამს, კიდე იჭერს. აი დაჭერის დროს უკან საჯები დარბოდნენ, საჯების ხურდებიან მოგეხსენებათ და ამ ჰაერში ახტობის შედეგად რო ჩამოვა, საჯს დაახტა, ტერფზე გადაიტრიალა ტერფი და 2 წუთში აი ამ ხელა ტერფით გამოვიყვანეთ ჩვენი მეკარე, დავჭით ერთი მეკარით დავამთავრეთ ეს თამაში. ანუ საჯმა დაგვიმტრია ფეხბურთელი ასე რომ ვთქვათ კურიოზი. არა მარტო ჩემთვის, არამედ ჩემი პროფესიის ყველა ადამიანისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ ხარ ექიმი, ჩემ საქმე თუ გიყვარს და თუ ხარ პროფესიონალი, მაშინ ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ის, რომ შენ გქონდეს შენი პაციენტის ნდობა, ამ შემთხვევაში მე ფეხბურთელის ნდობა. მაგის გარეშე არ არსებობს. თუ შენ არ გენდობა ფეხბურთელი, არ გენდობა მწვრთნელი, არ გენდობა ხელმძღვანელობა, მაშინ ჯობია რომ საერთოდ არ ითამაშო, არ იმუშაო ისეთ სიტუაციაში. პენალტების სერიამდე რომ მივიდა უკვე იმდენად აი იქ ჩემი ყოფნა, იმდენად აი რაღაც დისკომფორტი მქონდა, რომ აი შეიძლება რაღაცა ცუდი რამე მომხდარიყო და ამიტომ ჯერ უკან გამოვედი და მე უკვე მიქაუტაძემ რომ ვერ გაიტანა, აი მაგაზე უკვე ვეღარ და გასახდელში ჩავედი და გასახდელში გავიგე ყიჟინით რომ მოვიგეთ. იმიტომ რომ იმ ხელაყიჟინი იყო საკმაოდ სქელი კედლები აქვს დინამოს სტადიონს და იქ არაფერი არ ისმის ზოგადად, მაგრამ იმ ხელაყიჟინა იყო რომ მივხვდი რომ აი საბერძნეთის ყიჟინა არ იქნებოდა და ესე იგი ჩვენ მოვიგეთქო და მე გამოვარდი და მე რაც იყო კი იცის ყველა. მე ვთვლი რომ ადამიანის თვისებები და უნარებში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საჭირო რაც არის, ეს არის იუმორის გზნობა. რაც უფრო კარგი იუმორის გზნობა აქვს ადამიანს, მე პირადად მით უფრო მეტად მიადვილდება მისთან კონტაქტი და ალბათ პირიქით. ეხლა მე ვერ ვიტყვი ჩემ თავზე რომ აი რაღაცა უნიკალური იუმორის გზნობა, მაგრამ რაღაცეები ნამდვილად მაქვს და რა თქმა უნდა ეს ადამიანებთან ურთიერთობაში არა მარტო ფეხბურთელებთან, ნებისმიერ სიტუაციაში ყოფილა ის სიტუაცია, რომ აი რაღაც მართლა ისე დაძაბული სიტუაციის დროს, რომელიც სხვა შემთხვევაში შეიძლება რაღაც ჩხუბით აყალმაყალე დამთავრებული იყოს, იუმორით განეიტრალებულა დაუშვათ და ან ასე რომ ძალიან საჭირო თვისება. საქართველოში არიან უამრავი ჩემზე პოპულარული ექიმებიც, ჩემზე კომპეტენტური ექიმებიც და ჩემზე ღვაწლმოსილი და დამსახურებული ექიმებიც. ეხლა თავდაბლობა არ მიყვარს საერთოდ, არა ვარ ეგეთი, მაგრამ ნუ ეს რაც არის ფაქტი არის და არა, პირიქით სასიამოვნოა. ხო, ნუ ეხლა ვის არ სიამოვნებს დაუშვათ თუ რაღაცა ყურადღების ცენტრში, არა, მეც ძალიან პირიქით არაფერში არ მიშლის აბსოლუტურად ყველაფერი დადებითი.